სახელი გვარი. ალეკო ასლანიკაშვილი. ვინ იყო მამა და სად მუშაობდა? მამა მამუკა ასლანიკაშვილი 93-96 წლებში მუშაობდა ქალაქ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. აი ახლა თუ შეგიძლიათ რომ მოიგონოთ მამა მამუკა ასლანიკაშვილი. როგორი დაგამახსოვრდათ, როგორი იყო ოჯახში, რა განსაკუთრებული თვისებების ადამიანი იყო იგი. აი მოდით ეს ნიუანსები ჯერ მოვაქციოთ საოჯახო პრიზმაში და 1-2 სიტყვით იქნებ მოვუყვეთ. ოჯახში საოცარ იყო, აი რაც ხალხთან, რაც სამეგობროში, აი ის იყო ოჯახში, ის იყო ნათესავებთან. მამაჩემის პიროვნებას გუშინ ვიხსენებდი ახასიათებს ის ძალიან კარგად კიდევ რომ ბებიაჩემი მისი დედა თინა გელოვანი ძიმესენს ებრძოდა ბოლო რამოდენიმე თვე და რუსთავში იყო თავის ქალიშვილთან მამიდაჩემთან და ის 2 თვე მამაჩემი ულიდა და არ მოშორებია დედას ბებიაჩემა იგრძნო უკვე რომ ბოლო წუთები ქონდა დაგვიძახა ყველანი ვინც იქ ვიყავით ოჯახის წევრები და აი ესე აწია ხელი ვეღარ წევდა უკვე პირჯვარი გადაგწარა და 10 წუთში მამაჩემი გამოვიდა და თვალები თვითონ დაუხუჭა. აი ყველაზე მთავარი თემა მაშინ იმაზე გადავიდეთ რისთვისაც შეგაწუხეთ დღეს და ის თემა როგორც მოუშუშებელი ჭრილობა, შავი ფურცელი და აი როგორც ამ ქალაქის მკვიდრი, ქუთაისის მკვიდრი მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს არის შავი ლაქა ჩემი ქალაქის, ჩემი ქალაქის ნათელ წარსულს. აი რა შეგიძლია თქვა რა გახსოვთ მამუკა ასლანიკაშვილი და ქუთაისი აი თემისი მე რამოდენიმე წელი მამაჩემის მოღვაწეობის პერიოდი ქუთაისში ცხოვრობდით მე და დედაც მამასთან ერთად სწავლობდი ქუთაისის მეორე სკოლაში და ძალიან მალე შევიყვარე ეს ქალაქი ძალიან მალე ძალიან კარგი პიროვნება იყო თანაშემწე მამაჩემის გოგი ქელბაქიანი და დიდი ხნის განმავლობაში კონტაქტობთ, მეგობრობთ. მოხდა ესეთი ისტორია. ერთხელ მამაჩემი და გოგი ერთად მოვიდნენ ჩვენთან სახლში სადილად. და ის პერიოდია, რომ კომკავშირი არის და ეხლა კომკავშირის მდივნის არჩევნებია. და გოგი ამბობს, რომ აი კომკავშირის მდივნადო ბატონო მამუკა ალექსანდროვიჩო აი ალიკო რო იყოს რომ მამაჩემმა არაო. მე ვთქვა ეგ თემას ვწერთ მეთქი, თემა მოგწეს მართლა მე რომ კომკავშირის სკოლის კომკავშირის მდივანი ვიყო. ხო და მამაჩემ მეუბნება დაწერეო რომ მე არასოდეს არ ვიქნები კომკავშირის მდივანი, ну იმიტომ რომ ქალაქოვის მდივნის შვილი ვიყავი და არა. ხო და გოგი ესე ცოტა მორიდებულად ადგა ეხა სადილზე ადგა უკან გაიწია და ალექსანდროვიჩო რა მოხდა ახლა სკოლის კომკავშირის მდივნობა ცეხის უფროსად ხო არ ნიშნავთო რა. მაგრამ მაინც არ დამნიშნეს კომკავშირის მდივნად. დადგა ის ასაკი რომ პიონერებიდან უნდა გადავიდო კომკავშირში. და ნუ ყველა მთელი კლასი მივყავართ კომკავშირის რაიკომში. მეორე სკოლაში ვიყავით, არ მახსოვს მე მგონი ლენინის რაიონში ვიყავით მისასვლელები და ნუ ყველას აძლევდნენ რამ კომკავშირი ყველა ხდებოდა კომკავშირები. და ეხლა მამაჩემი მიფრინავს მოსკოვში უმაღლესი საბჭოს დეპუტატია იმ საღამოს, წინა საღამოს უფრო სწორად და სახლში ვეუბნები გახარებული რომ აი ხვალ კომკავშირში მიღებენ მეთქი. და თუ იცი წესდებაო. დემოკრატიული ცენტრალიზმი მეკითხე რომ ვერ უპასუხე ვერაფერზე რა. ვერ უპასუხე და უთხარი რომ და მეუბნება რომ ხვალ რომ მიყვალო. უთხარიო რომ არა ვარ მზად კომკავშირში მისაღებად. და როგორი სათქმელი იყო ეს. მოკლედ ნუ მე ტირილი დავიწყე დეიჩემა ინერვიულა და ურეკავ გოგი ქელბაქიანს. გოგის ვეუბნები გოგი რა ვქნა თქო და ესე მითხრა მეთქი. ჯო მაგი როგორ უნდა უთხრათო ახლა იქო არ ვიციო და ნუ რა ვქნათო ახლა თავზე ხوار გადავახტებითო და ნუ ვთხოვო მეცო რომ ნუ ესე იტყვი და არ მიგიღებენ და არ მიმიღეს კომკავშირში. რო ჩამოვიდა მამაჩემი ყრილობიდან კი ვისწავლეს წესდება და ჩავაბარე. მამაჩემ ჩავაბარე და რო ჩაიბარა მე მითხრა შენ მზად ხარ კომკავშირში მისაღებად. და ამის მერე მიმიღეს მთელი კლასი მიიღეს 2 კლასი და მე არ მიმიღეს კომკავშირში. რომელი წელი იყო ვერ გეტყვით, მაგრამ მესხიშვილის თეატრში იყო სპექტაკლი. ამ სპექტაკლს ესწრებოდა ზვიად გამსახურდიაც. მაშინ დისიდენტი იმ პერიოდში. და უნდოდა ზვიადის დაჭერა. როდესაც გამოვიდოდა თეატრიდან.
ეს სახელმწიფო უშრობის კომიტეტის უფროსმა შეატყობინა მამაჩემს და თვითონ დაურეკა ინაურს და უთხრა რომ ქუთაისში ამას მოიზავთ. მიუხედავად ამისა ამ ზარისა თვითონ უკანა შემოსასვლელიდან გააპარა ზვიადი თავისი მანქანით. მაგრამ დადგა 86 წლის 10 ივნისი, რომელიც ტრაგიკული იყო ჩვენი ოჯახისთვის და ეს ამბავი შევიტყვეთ ანონიმური ზარით. ეს სამწუხარო ამბავი მოხდა საღამოს 20 საათსა და 52 წუთზე. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ჩემთვის ქუთაისში გავლით ყოფნაც. მაგრამ გავიდა პერიოდი და ისე სულიერად მაინც მიუბრუნდი ქუთაისს. დღემდე მაქვს ურთიერთობა ჩემ კლასელებთან. სხვადასხვა მათ ამ ამბების მერე მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ არ მიუტოვები ვარ. აი ვისთანაც უფრო მაქვს ხოლმე ურთიერთობა ქეთინო მანაგაძე, გია გრძელიძე და კიდევ სხვები. ბატონ ალიკო, თქვენ ახსენეთ მეორე სკოლა. სკოლაზე არაფერს არ შეგეკითხებოდით, მაგრამ მეორე სკოლა ესეთი სკოლა ჩემთვის საკრალური ადგილია. ის დამთავრებული გვაქვს მე და ჩემს ჯგუფის წავს. დეიდაჩემი ნუნუ კანდარია იყო იქ მათემატიკის მასწავლებელი. შეიძლება თქვენ როდესმე გქონდათ შეხება მასთან. მე უკვე გადამავიწყე ეს ფაქტი, რომ მან თქვა, რომ იმ ფორი სკოლაში კი არ შეიყვანა, მესამე სკოლა იყო, მაშინ ძალიან ისეთი ქალაქონის დინები და ისა. შეიყვანა ჩვეულებრივ ტრადიციულ ესეთ სკოლაში და ჩვენთვის დიდი პატივია. ეს მახსოვს, აი ახლა გამახსენდა დეიდაჩემი რომ ამბობდა. სკოლიდან ვის გაიხსენებთ, რომელიმე პედაგოგს, რომელიმე მასწავლებელს, ან თქვა დირექტორს, რაიმე ესეთი მომენტი ხო არ არის, რაც დაგამახსოვრდა. კარგად მახსოვს სხვადასხვა სკოლის პერიოდი, სკოლაც ალიოშა იყო სანდუხაძე დირექტორი მაშინ. ალიოშა სანდუხაძე იყო. მათემატიკის მასწავლებელი ვახტანგი აბრამალაძე და კიდე მახსოვს ქიმიის მასწავლებელი ყავდა კატუშა მყავდა ქიმიის მასწავლებელი. როგორც ამბობენ, ტრაგედიას დროის განმავლობაში სიმძაფრე აკლდება და მაგრამ მაინც რჩება მკაცს შავთეთ რეალობად. თუმცა წარსულ, მაგრამ დაუვიწყებელ დრამად. და აი მე ძალიან მაინტერესებს და ყველას აინტერესებს, ვისაც ეს ინტერვიუ დაინტერესებს, რომ აი ამ დრამის შემდეგ თქვენი ცხოვრება როგორი იყო? ძალიან მძიმე პერიოდი იყო, რა თქმა უნდა. პირველ რიგში მამის გარდაცვალება. შემდეგ ის რომ არ მოგცეს თბილისში დაკრძალვის უფლება რესპუბლიკის მაშინდელმა ხელმძღვანელმა. 87 წელს მე მიწევდა სკოლის დამთავრება, 53 საშუალო სკოლა დავამთავრე თბილისში და მინდოდა ჩამევარებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ასევე ჩაბარების უფლება არ მომცეს. და ვინაიდან ინგლისური ენა ვიცოდი, ჩავაბარე დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე და შემდეგ გადავედი უკვე იურიდიულ ფაკულტეტზე. დედაჩემს გაუჭირდა ძალიან სამსახურის შოვნა თბილისში დაბრუნებულს. მანამდე ქუთაისში მუშაობდა ავტოკარხნის საავადმყოფოში. იყო მაშინ მთავარი ექიმი საოცარი პიროვნება ოთარ ჩხობაძე. ძალიან კარგი ადამიანი. რთული იყო, ძალიან რთული პერიოდი იყო. და შემდეგ უკვე ნელ-ნელა დაიწყო დასტაბილურება ჩვენი ცხოვრების. ქუთაისის ბრალეულობა რაც მოხდა, რა უბედურებაც მოხდა, ქუთაისის ბრალეულობა ამაში არ იყო არაფერი. ეს მოხდა ქუთაისში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იმ თაობის ხალხი, არა მარტო იმ თაობის, ჩემი თაობისაც განიცდიან, არის ეს მართლა ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც მოხდა ქუთაისში, მაგრამ კიდე გავიმეორებ, რომ ქუთაისის ბრალეულობა აქ არ არის. ამან განაპირობა ის, რომ მე ქუთაისთან ისე თბილად ვარ დაკავშირებული, ისეთივე განწყობა მაქვს. აქ სულ სხვა რაღაცები.
ქუთაისმაც თავის მხრივ უპასუხა იმ სიყვარულით, გარდაცვალების შემდეგაც მშვენიერის სკვერი არის მამაჩემის სახელობის, სადაც ბიუსტიც დგას. ქუჩა, რომელიც ბაგრატის ტაძარზე მიდის მამუკ ასლანიკაშვილის სახელს ატარებს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ დღეს ქუთაისლებს ისევ ის სიყვარული აკავშირებთ. საერთოდ 2 წლის ქუთაისში გავიარეთ, მე ლიკუნამ და კეკემ. და ბიკენტია საქაბაბეში შევედით. რო გამოვედით, დარაჯი იდგა რა. ხო და ფული მივეცე. 2 ლარი. მივეცე და მე ვეუბნები, მამუკ ასლანიკაშვილი იყო მეთქი რა თქვენთან აქ ქალაქის დივანი და ის ასაკომუნიკაციო, აუ გადაირია კაცი. კიო, მამუკ ასლანიკაშვილმა რაც ქუთაისისთვის გააკეთა, იმის მე რომ არავის გაუკეთებია, იმის ნახევარიო. ხო და თქვენ საიდან გაგახსენდათ? მე ვთხარ შვილი ვარ მეთქი და იმ 2 ლარს მიბრუნებდა. რომ ცოდნოდაო ფულს არა, მე ვთხარ მაგიტომ გითხარით მერე თქო. ფული რომ მოგეცი და ყოველ ჯერზე რომ იწევს ქუთაისის გავლ მე ვჩერდები სკვერში, მინდა აღვნიშნო ის, რომ გარდაცვალების დღეზე, დაბადების დღეზე, აი მამაჩემის ის თაობა, ვისთანაც ჰქონდა ურთიერთობა, მის მემორიალთან მის სკვერში ყოველთვის იკრებებიან და ამაზე მინდა დიდი მადლობა უთხრა მათ. ამ დაბრუნებას მრავალჟამიერ ისევ აქ ახარ, ისევ მოხვედი. შენ სიჭაბუკა ისე განლია არ გერცხვინება უკან მოხედვის. მართალი იყავ კაცთან და ღმერთთან, დღეს გზასვლოცა უცნობს და ნაცნობს. გამორჩეულო და დედის ერთავ და მზის ხივივით ნათელო კაცო. მოირწეოდი ლერწამივითა და ღირსი იყავ დღეის დალოცვის. სიკვდილის შემდეგ მართალი გითხრა, უფრო ამაღლდი, უფრო გამოჩნდი. წარმოშვილდული დადგა თემიდან. ცოდვა მადლს მისხალ აწმუნის. შენი სახელის ქუჩა დღეიდან იქნება ძეგლი შენი კაცობის.